კომპანია CX Hub TBC-ის მხარდაჭერით საქართველოში უკვე მეორედ Customer Experience CX Business Summit-ს ატარებს, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს, მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს, როგორც ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, ბარემ გეტყვით, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან გაუზიარებენ. წლევანდელ 2025 წლის სამიტზე CX Hub-ი მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდოსაც CX Award Georgia-ს წარადგენს, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ და თავის მხრივ ამ განაცხადებს უკვე საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი აფასებს და გამარჯვებულიც სწორედ აი ამ შეფასების საფუძვლით გამოვლინდნენ. მოკლედ, ვისთვის არის ეს სამიტი განკუთვნილი, რა ინფორმაციას მიიღებენ დამსწრეები სტუმრებთან ერთად, უფრო მეც გვიყვებიან ნანა ახობაძე, ნანა გახლავთ CX Hub-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი და მისი კოლეგა არის ასევე ჩვენთან ერთად ნათია ჯიბლაძე, CX Hub-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. დილამშვიდობის ნათია, მადლობა. მოუყვეთ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება და თავად CX Hub-ის შესახებ აუწეროთ ყველაფერი მაყურებელს და შემდგომ უკვე ჩავშალოთ და გადავიდეთ კითხვებზე. რომელი დაიწყოთ? თქვენ. დავწყებ. მადლობა პირველ რიგში მასპინძლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენთვის განსაკუთრებით თქვენთან სტუმრობა და საქართველოს მასშტაბით სხვა ბიზნესებისთვის ჩვენი გამოცდილების და საერთაშორისო ტრენდების გაზიარება. CX Hub-ი უკვე ესეთი CX Hub-ის სახელით მეორე წელია, 2 წელია, რაც ფუნქციონირებს ბაზარზე. კომპანიის დაარსების მთავარი იდეა იყო ზუსტად ის, რომ დღესდღეობით ბიზნესები ჯერჯერობით მაინც უფრო მეტად აი გაყიდვებზე ორიენტირებულ სტრატეგიებზე აფუძნებენ ხოლმე მათ ასე ვთქვათ ზრდას, განვითარებას, თუმცა საერთაშორისო ბაზარი უკვე გვევნება იმას, რომ დღესდღეობით როდესაც პროდუქტების, სერვისების კოპირებადობის რისკი საკმაოდ მაღალია, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს კონკურენტული უპირატესობა დაფუძნებული იყოს არა კონკრეტულ პროდუქტსა და სერვისზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოცდილებას უქმნით ჟამურად მომხმარებელს კომპანიასთან ურთიერთობით. სწორედ ეს იყო ჩვენი კომპანიის დაფუძნების მიზანიც, რომ ის საერთაშორისო პრაქტიკები და ის ცოდნა, რაც ამ კუთხით გვაქვს, მათ შორის როგორც TBC-სთან, ასევე სხვა ინდუსტრიებთან თანამშრომლობის ფარგლებში უფრო მეტად სტრუქტურიზებული სახით გაგვეზიარებინა სხვა ტიპის კომპანიებისთვის და ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი, მიგვეცა შესაძლებლობა კონსულტაციის ფორმატით, უკვლევების ფორმატით, უფრო მეტად შეიგრძნოთ მათი მომხმარებლის ტკივილები, საჭიროებები და შესაბამისად დაიგეგმათ მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგია. ეს გახლავთ ჩვენი კომპანიის მიზანი. საბოლოო ჯამში პარტნიორებმა ფიქრისას და ანალიზის გაკეთებისას მიხვდით ერთგვარ დეფიციტამდე იმ აგრეგირებული, გადამუშავებული თუ რაღაც მონაცემებისა, რაც თქვენი აზრით ჯერ კიდევ ადისტანცირებს კომპანიას მომხმარებელთან და CX Hub-ი შესაძლოა იყოს ის პლატფორმა, რომელიც ამ დანაკლის აღმოუფრის პირველ რიგში კომპანიების წარმომადგენელს. სწორად გავიგე? კი ბატონო, მადლობა ესეთი საინტერესო შეჯამებისთვის. ზუსტად ეს გეპი, რაც არსებობს მომხმარებელსა და ბიზნეს შორის, მომხმარებელსა და ნებისმიერ ინსტიტუციას შორის, აი ნანამაც როგორც ახსენა, უკვე ფაქტიურად გამოდის, რომ მომხმარებლის ხმა, მისი უკავშირი, მისი ასე ვთქვათ საჭიროებების, ტკივილების გადააზრება და არა მხოლოდ ამაზე რეაგირება, არამედ პრევენციული მოქმედებაც და პროაქტიული მოქმედებაც ბიზნესიდან და ნებისმიერ ინსტიტუციის მხრიდან უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონკურენტულ უპირატესობაში წინსვლის, ასე ვთქვათ, გარანტს, ახალ არეალს, თამაშისას, ასე ვთქვათ, არამედ ზოგადად გადარჩენისთვისაც, იმიტომ რომ ის ბიზნესი, ის ინსტიტუცია, რომელიც ადამიანის მომხმარებლის თანამშრომლის ხმას არ ითვალისწინებს, მისი პერსპექტივიდან არ უყურებს პროცესებს და მხოლოდ ფოკუსირებულია თავის ვიწრო ინტერესზე, იქნება ეს გაყიდვები თუ სხვა ასე შემდეგ, ფაქტიურად მათი ბაზარზე თამაშის ფუნქცია და აზრი იკარგება ხოლმე როგორც წესი. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ამ საკითხს ხაზი გაუსვათ ცნობადობის ნაწილში და საჭიროების კუთხით, რომ ბიზნესისთვის ეს უკვე კრიტიკულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქცია და არეალი უნდა იყოს. ამაზე ვსაუბრობთ. საერთაშორისო პრაქტიკა კი გვეუბნება, რომ აი CEO-ს დონეზე, CEO-ს მოადგილის და ერთ-ერთი თანადირექტორის დონეზეც კი არის ხოლმე აყვანილი customer experience-ის ოფიცრის, ასე ვთქვათ, მენეჯერის, დირექტორის პოზიცია. თუმცა არიან ჯერ კიდევ მცირე საშუალო ბიზნესები,
ვისაც არ აქვს მსგავსი ფუფუნება, რომ ესეთი ცალკე dedicated სტრუქტურული ერთეული არსებობდეს, ამიტომ CX-ი ამ ნაწილზეც ცდილობს, რომ შეავსოს ეს გეპი და აუთსორსის სახით დაეხმაროს ისეთ კომპანიებს, ზუსტად ამ ცოდნის გამოცდილების კონსალტინგის სერიალებში, კვლევების სერიალში, ვისაც არ აქვს ესეთი რესურსი. შეიძლება აიყვანო მართლა უმაღლეს დონემდე აღმასრულებელი გუნდისა, შეგვიძლია იმის ზემოთაც აიყვანო, მაგრამ თავარია, ხო, ეს ყველაფერი თან დაანერგო, თან რეალური ბერკეტები იყოს, გაწერილიც. მე მგონია, რომ CX Hub-ის თუ ვწდები შემისწორედ ორთავემ, დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ ეხლა ფორმალიზება თუ გვინდა ჩვენ რომ გვაქვს ეს პოზიცია ჩვენს ორგანიზაციის სტრუქტურაში, ამას იოლად მოვახერხებთ, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ, თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რამდენად რჩება საქართველოში საქმიანი, ანუ ბიზნეს სტრუქტურები იმგვარად, რომელსაც არც ფორმალურად და არც რეალობაში არ აქვთ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი გადადგმული. მოდი კიდევ უფრო მარტივ ენაზე ვიტყვი, უბრალოდ თვლიან, რომ ჩემი პროდუქცია, ჩემი სერვისი მაინც გაიყიდება. მაინც ეყოლება მუშტარი, კიდევ უფრო ისე ვიტყვი და რა საჭიროა მაშინ მომხმარებლის აი ამ გამოცდილების დაგროვება, რომელიც მე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ზოგადად ინფორმაციად მიმაჩნია ნებისმიერი ბიზნესის სტრუქტურაში. კი ბატონო, ჯერჯერობით მართალს ვზანებთ, საკმაოდ დიდი არეალია ისეთი ბიზნესების და რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება გაუცნობიერებლად უბრალოდ სჯერათ, რომ მათი პროდუქტი და სერვისი ნამდვილად ისეთ დონეზეა წარმოდგენილი, რომ არ საჭიროებს, ან პირიქითაც ფიქრობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებლის უკავშირი ამოიღონ. და ზუსტად მანდ არის ეს კიდევ ერთი ესე თქვათ, მის კომუნიკაციის არეალი ხოლმე და ჩვენი სამუშაო ფაქტიურად რა უფრო მეტად გავაცნობიეროთ ბიზნესი და გადავაფასებინოთ ის რეალობა, რა რეალობაშიც არიან, რომ მხოლოდ უკავშირის მოსმენაც აღარ არის საკმარისი, მხოლოდ კვლევები და კვლევებიდან კომენტარების წამოღება აღარ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგია ახსენა ნანამ, ანუ ბიზნესებს აქვთ მარკეტინგის სტრატეგია, აქვთ რაღაც გაყიდვების სტრატეგია, მაგრამ მომხმარებლის გამოცდილება სისტემურად როგორ მართონ და თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ CEO-ს დონეზე იქნება თუ სადაც იქნება, მთავარია რა ბერკეტებით, ინსტრუმენტებით, სათაოს agile გუნდის დონეზე, ფრონტის დონეზე, იმიტომ რომ როგორც წესი წინახაზია ხოლმე ფრონტი, ყოველ პასუხისმგებლობა და ესე ვთქვათ, ეპიცენტრი აი მომსახურების ეპიზოდის მათხალთარი, მაგრამ უკან თუ ზურგს არ უმაგრებს ისეთი აქტივობები, ისეთი ქმედა, ისეთი ხარდამჭერი აქტივობები, რომელიც მას შესაძლებელს გაუხდის, რომ საუკეთესო გამოცდილება შექმნას უკვე სცენაზე, ასე რომ ვთქვათ, სხვანაირად არ გამოდის. ამიტომ სისტემური სტრატეგიული მართვა ნამდვილად საჭიროა. ეხა მეორე ნაწილი ამ კითხვისგან ესე გამოიყურება. ერთია, რაზეც ნათია მომწურავად მიპასუხა, ეს არის კომპანიების ნაწილი. მეორე არის მომხმარებელთა უკავშირი, რა თქვენ ბრძანეთ. ზოგჯერ მგონია და არ მაქვს თლად გადამოწმებელი ინფორმაცია, რომ დიდად არც მომხმარებელი არის ენთუზიაზმით ახსილი უკავშირთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მე პრობლემება, მეგობრებო, ეს ეგრეთ წოდებულ კვლევებში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა. თუნდაც 5-7 წუთი, არა თუ 15 რომ დაუთმონ ამას ყველაფერს, ეს ვერ დგება ისე როგორც საჭიროა. ჯამში ვიდრე გადავალ თვითონ ღონისძიების ნაწილზე, ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. რამდენად ხარისხიანია უკავშირი მომხმარებლების მხრიდან და ხომ არ არის ეს ამ შემთხვევაში თქვენი პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზრუნი მიმართულება? ძალიან კარგი კითხვაა და ესეთი დროული სხვათა შორის არა მარტო ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც დღეს დგას ის გამოწვევა, რომ მომხმარებლები ამ ეგრეთ წოდებულ ესეთი რუტინული ტიპის კვლევებში, სატელეფონო კვლევა იქნება, თუ ეს იმეილ კვლევა იქნება, SMS კვლევა, ასე შემდეგ, ძირითადად ინერტულად ერთობიან ხოლმე და ნამდვილად აკლიათ ენთუზიაზმი, რომ გულწრფელი უკავშირი გააზიარონ ხოლმე და ნუ ეხლა მოვალეობის მოხდის მიზნით, ასე ვთქვათ, ავსებენ ხოლმე იმ კითხვარებს, რაც ნამდვილად პრობლემა არის შემდგომ უკვე ორგანიზაციისთვის, იმიტომ რომ თითქოს აყენებს იმ პოზაში, რომ აი ხმას ვკითხულობთ მომხმარებლებს, ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ მომხმარებელიც ესეთი მომაბეზრებლად რუტინულად პასუხობს ამ კითხვებს, შეიძლება მაქსიმალურ შეფასებებსაც წერს, მაშინ როდესაც რეალურად პრობლემები ექნება ამ კომპანიასთან ურთიერთობის ნაწილში და პრინციპში ამაში ცოტა ესე ვთქვათ, ბრჭყალებში ბრალი ისევ ჩვენ ან კომპანიებს მიგვიწყვის გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა უნდობლობა გაჩნდა თვითონ მომხმარებლებში, მე რომ რამე საკითხს ვაფიქსირებ, მე რა მოყვება ამ ყველაფერს, ხო? თითქოს ეს
ასე ჩანს მომხმარებლის თვალში და მაგ კუთხითაც გვიმშავია და მაგ კუთხითაც გამოგვიკვლევია მომხმარებლები, რომ კომპანიები ჩემგან ითხოვენ პასუხს ასეთი ტიპის კვლევებზე, იმისთვის რომ უბრალოდ თავიანთვის შემდგომ უკვე თავიანთი თანამშრომლის რაღაცა აინც არაფერი არ ხო, შეიძლება. გასომონ დაშბორდზე გააშუქო უბრალოდ. კი, ანუ ქმედება ამ ყველაფერს არ მოყვება ზუსტად. ამიტომ ჩვენი მიდგომა ზუსტად ეს არის და ჩვენი კვლევების, ასე ვთქვათ, ფოკუსიც მთავარი ის არის, რომ ის კი არ გკითხოთ მომხმარებელს ყოველ შემთხვევაში პირველ ჯერზე რომ რაც კომპანიას სჭირდება რომ რაღაცა ინდექსური მაჩვენებელი ქონდეს. ვკითხოთ რა აწუხებს მას რეალურად და ასევე კომპანიებსაც მეორე მხრივ გაუწეროთ ისეთი სტრატეგია, რაც დაეხმარებათ დროული რეაგირება მოახდინონ იმ საკითხებზე, რაც აწუხებს და არ დარჩეს ეს მხოლოდ რაღაცა ფურცელზე დაფიქსირებული პლატფორმის ნაწილიც პრინციპში საიდანაც დაიწყო CX-ების ფუნქციონირებაც არის ერთ-ერთი პატარა ისეთი ტექნიკური გადაწყვეტა ჩვენი ბიზნესის, რომელიც ერთიან სივრცეში აერთიანებს მომხმარებლის არა მარტო ხმის, არამედ თვითონ კომპანიისგან პროაქტიული დაკვირვების მონიტორინგის, ხარისხის შეფასების ნებისმიერ წყაროს, გარდა ქმნის მას აკუმულირებს მომხმარებლისთვის ესეთ მტკივნეულ და ესეთ პრობლემურ საკითხებად თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნების და პრიორიტეტულობის მიხედვით და გამჭვირვალობას ქმნის მენეჯმენტისთვის და ასევე ownership-ის ამღები, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი რგოლებისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება. სხვა შემთხვევაში დავრჩებით ისევ იმ რეალობაში, რომ მომხმარებელს არ ექნება იმედი მისი დაფიქსირებულ საკითხებზე რეაგირება. გარდა ამისა, რაღაცა ამიტომ CX პლატფორმით ვცდილობთ, რომ მეხანიზმის პრინციპზე დავრჩებით, როცა მომხმარებელმა გინდა თუ არა რეაგირება უნდა გააკეთოს, მარტო რაღაცა უარყოფითად შემდგარ ფაქტზე. შესაძლოა რაღაცა პრობლემურ თემაზე, არ ვიცი რა, მაგრამ მე მგონია რომ თავარია რომ მომხმარებელმა თვითონ უნდა იზრუნოს და ირწმუნოს, რომ მის უკავშირ შეუძლია ის ბიზნესი უკეთესი აქციოს და არ დაელოდოს მორიგ იმას, როდის არის პროდუქტი ნაკლული, დაზიანებული, ან სერვისი უხარისხო. კარგი, ნათია, ნანა. Jan Goldingi, Sean Beldingi, Nico Alvadegorki, Olga Potaptseva, Julian Havesi. ამ ადამიანებიდან ვინც ახლა ჩვენ ტელეეკრანზე არის მაყურებლებისგან ესენი არიან ადამიანები ვინც გაუზიარებენ CX Hub-ის სახელით თავის გამოცდილებას საუბარია მომხმარებლის გამოცდილების მართვის ბიზნეს სამიტზე კიდევ ერთხელ შევახსენებ საქმიან საზოგადოებას რომელსაც CX Hub-ი მართავს TBC-ის მხარდამჭერით აქედან ორი ჩემთვის ნაცნობი პიროვნება არის, მაგრამ მაგნაზელს სულ შევეშვათ. რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც სპიკერები ჩამოიტანენ თბილისში იმ საზოგადოებისთვის, რომელიც არ არის მხოლოდ ქართველი რეზიდენტებით დაკომპლექტებული თქვენი სამიტი და რას გაუზიარებენ მთავარს, იმიტომ რომ ესე თუ რაიმე არის ცვლადი და მუდმივად რაღაც ტრენდში არ იმყოფება, სწორედ ეს ურთიერთობებია. კი ბატონო, პრინციპში დასაწყისშიც ახსენეთ, რომ ბრიტანული, ბელგიური, კანადური გამოცდილების შემოტანას, ევროპულ დასავლური გამოცდილების შემოტანას ცდილობს CX Hub-ი ქართული ბაზრისთვის, შარშანაც ეს პირველი სამიტი, როცა დავიწყეთ, ზუსტად ეგები დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის აკადემიურ, პრაქტიკული, საერთაშორისო გამოცდილების დეფიციტი ნამდვილად არსებობდა ქართულ ბაზარზე, მათ შორის საკონსულტაციო მიმართულებითაც და ზოგადად ცნობადობის კუთხითაც და ცნობადებიც ახსენეთ, პრინციპში Sean Beldingi უკვე მე რამდენი წელია top 30 მსოფლიოს customer experience gurus შორის სახელდება, გვახარებს Sean-თან ურთიერთობა, მეგობრობა, პარტნიორობა უკვე წლებია CX Hub-ის და Ian Goldingi, რომელიც customer experience-ის საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი არის და ახლა უკვე თავის დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიით ბრიტანეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოღვაწეობს, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მასაც ზოგადად ამ მიმართულების განვითარებაში და შესაბამისად პულსზე ხელისჭერის კონტექსტში. ასოციაციის სახეც მიიღო. ასოციაცია ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე არსებობს, ჩვენი ცოტა ჩასურველი არა, მე გულისხმობ საერთაშორისო. ზოგადად customer experience professionals ასოციაცია არსებობს და ჩვენი ცოტა ისეთი მომდევნო გეგმები ვნახოთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოშიც ვფიქრობთ უკვე მათთან პარტნიორობით გარკვეული ფორმის მიცემას. ამიტომ ის სიახლეები, ტრენდები, გამოცდილება საერთაშორისო პრაქტიკის ადაპტირებაზე უკვე CX Hub-ი იქნება პასუხისმგებელი, თუმცა
რაღაც შემოტანა საერთაშორისო პრაქტიკის, რაც ტრენდულია სტრატეგიაში როგორ უნდა ინტეგრირდეს, სათაოს და ფრონტის დონეზე როგორ უნდა ინტეგრირდეს, ზუსტად ამ გამოცდილებებს გააზიარებენ ჩვენი სპიკერები. რას დავამატებდი ღონისძიებასთან დაკავშირებით? სხვათა შორის აი დავამატებდი, რომ გარდა დაუშვათ უშუალოდ სამიტის სპიკერობის კონტექსტისა, სამიტის დღეს დაგეგმილი არის ასე უფრო ვიწრო შემადგენლობით Ian Golding-ის workshop-ი, საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლისთვის, სადაც უფრო მეტად პრაქტიკული სესიის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა უკვე ამ მენეჯერულ გოლს, რომ მათი ლიდერული უნარები მომხმარებლის გამოცდილების მართვის კუთხით შეაფასონ, დიაგნოსტირება გააკეთონ და დაგეგმონ ამ კუთხით განვითარების ნაბიჯები და ეს შესაძლებლობაც აქვს ჩვენ დაინტერესებულ აუდიტორიას. მე მგონია რომ აი ამ ტიპის სამიტები, რასაც CX Hub-მა ჩაუყარა საფუძველი, ჩვენ გავგზდის როგორც გადასახადის გადამხდელებს და როგორც მოქალაქეებს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამიტომაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად CX Hub-ის თემა და ეს მნიშვნელოვანი სპიკერების და მათი ცოდნის გაზიარება ადგილზე, ამიტომ ვინც კი ხართ დაინტერესებული და მგონია რომ ბევრი უნდა იყოს, აუცილებლად მიაკითხეთ CX Hub-ის ვებგვერდს, ნახეთ ყველანაირი შესაძლებლობა საიმისოთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ სამიტში, ჩვენ იქ ვიქნებით, იმიტომ რომ ყველა ეტაპზე ეხლაც და მომავალშიც ჩვენ ვიქნებით CX Hub-ის პარტნიორები სრულად და ბოლომდე BMG ამას ადასტურებს ეხლაც პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მომზადებისთვის. ნანა ახობაძე, CX Hub-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი და ნათია ჯიბლაძე, CX Hub-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.